მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე. სიმართლე სიკეთით. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ახალი ამბების სააგენტო მედია ნიუსის ჟურნალისტი ეკატერინე დუკვაძე. თვალსაჩინო პრაქტიკოსი, სტუდენტობიდან გამორჩეული ანალიტური და შემოქმედებითი აზროვნებით, იუმორის თანდაყოლილი ცნობით, თამდაბლობასთან შერწყმული პრინციპულობით, ჭეშმარიტი ადამიანური ფასეულობების ერთგულებით და სხვა ბევრი ღირსებით, რაც მთავარია ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით. დიდი მადლობა ჩემო ეკა, ჩემს გადაცემაში სტუმრობისათვის. პირიქით დიდი მადლობა, აი ასეთი წარდგენისათვის არც კი ველოდი და ცოტა არ იყოს დავიბენი, ნუ თუ ასეთი. შენ 24 წლის წინ მიჩვეული იყავი ჩემგან როგორც ჩემი საუკეთესო სტუდენტი და ეთყობა დაგვავიწყდა ერთმანეთი. და გავიხსენოთ. დიახ. მე როგორც ვიცი, დედაქალაქის გაზეთთან კარგ ხანს თანამშრომლობდი ჯერ კიდევ აბიტურიენტობის პერიოდში, როცა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე აბიტურიენტს მოეთხოვებოდა რამდენიმე პუბლიკაციის გამოქვეყნება და შენ ძალიან წარმატებული და საინტერესო პუბლიკაციებით დაიწყე შენი კარიერა სოლიდურ გამოცემაში, როგორც გაზეთი თბილისი იყო. აი რატომ მაინც და მაინც ჟურნალისტიკა და რატომ სწორედ გაზეთი თბილისი? რამ განაპირობა ეს არჩევანი? ალბათ იყო რაღაც мотиваცია, ხო? იმიტომ რომ უამრავი გამოცემა იყო მაშინ სხვაც. დიახ. ხშირად ვხუმრობ. ჩემს საგვარეულოში ეკა და ჟურნალისტი არავინ ყოფილა მეთქი. მე ორივე ერთად გამოვედი. თავდაპირველად ექიმობა მინდოდა. მეც ვფიქრობდი და სხვაებიც მეუბნებოდნენ, რომ კარგი ექიმი გამოხვალო, რადგან სწავლა არ მეზარებოდა, შრომა არ მეზარებოდა, ეგრეთ წოდებული გულის პრანჭები არ მახასიათებდა და სისხლსაც და იტანდი ამ ყველაფერს. დიახ, ვიტანდი და ტელევიზიით გადაცემულ ქირურგიულ ოპერაციებსაც საკმაოდ თამამად ვუსწორებდი თვალს. და თეთრი ხალათი ხომ ხატავდა და მხატავდა. თეთრი ახლა ძალიან გიხდება. დიდი მადლობა. კი ბატონო, მე როგორ მივედი ჟურნალისტიკაზე? დიახ, მაგრამ აი დაიწყო აუბედითი თბილისის ომი, ეგრეთ წოდებული, დიახ, ძმათამკვლელი ომი და ჩემი პროფესიული არჩევანიც რადიკალურად შეიცვალა. მე-9 კლასელ გოგონას საოცრად მომინდა ჟურნალისტობა. მინდოდა მთელი მსოფლიოსათვის მიმეწვდინა ხმა, რომ ჩემს სამშობლოში ძმათამკვლელი სისხლისმღვრელი ომი რუსეთიდან მართულმა ძალებმა წამოიწყეს და ეს არ იყო სახალხო აჯანყება, როგორც მაშინდელი მედიის ოფიციოზი აცხადებდა. დიახ, და მედიის გარკვეული ნაწილიც ეთანხმებოდა. ნომენკლატურული. დიახ, ნომენკლატურული. დიახ. და ჩემი მაშინდელი დღიურებიც გადაიქცა საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების ერთგვარ ქრონიკად. დავტიროდი, გლოვობდი, ასე ვთქვათ, დამხობილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ვწერდი, როგორც შემეძლო, რა თქმა უნდა, იმ მიტინგებზე, რომლებსაც არბევდა მაშინდელი ოფიციოზი, ხრედდა. და დიდი ნაწილი არც კი შუქდებოდა. აი ასე გადავწყვიტე ჟურნალისტობა. ჩემი პირველი ჟურნალისტური ნათლობა შედგა საკაბელო ტელევიზია მუხიან ვიზიაში. მაშინ მე-10 კლასში. ანუ თბილისით არ დაწყებულა, გაცილებით ადრე. ხო, ნუ მიჩნე ასეთი ინფორმაცია მქონდა. დიახ. ესე იგი, გაიხსნა, ესე ვთქვათ, ჩვენს უბანში საკაბელო ტელევიზია. არა სკოლაში, უბანში, დიახ, ავთანდი ლივანიძე იყო, დამფუძნებელი მახსოვს. მოამაგე ხალხი, ვინც ასეთი კარგი საქმე გააკეთა, კი ბატონო. დიახ. და უნდოდათ ეძებდნენ უფროს კლასელ გოგონას, ბიჭუნა უკვე ყავდათ ნაპოვნი, რომელიც გამართულად წერდა და მეტყველებდა. ამ გოგოს და ბიჭს უნდა წაეყვანათ შემეცნებითი გასართობი გადაცემა. მისი თანამშრომლები ამ ტელევიზიისა ჩვენ სკოლასაც მოადგნენ, სწორედ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შემოაღეს კარი და თავიანთი მოთხოვნები. დიახ. და ჩემმა უძვირფასესმა ქართულის მასწავლებელმა ნანა ბუქურმა და ჩემმა ასევე უსაყვარლესმა კლასელებმა ჩემი კანდიდატურა წარადგინეს, რისთვისაც მათ დღემდე ვემადლიერები. ამისთვის. დიახ, და უკვე კი მე-11 კლასში როგორც უკვე აღნიშნეთ კიდეც
უკვე სავალდებულო გახდა პუბლიკაციების გამოქვეყნება კი და გაზეთი თბილისი შევარჩეხა რატომ მაინც და მაინც გაზეთი თბილისი ალბათ იმიტომ რომ რაც ყველგან თბილისის გვიყვარდა ჩვენ თბილისის დედაქალაქის გაზეთი იყო და გვიყვარდა ძალიან დაგვაკლდა კიდეც ასე რომ იქნებ თხოვოთ აქედან ჩვენ ძვირფას ქალაქის მერს რომელიც ძალიან ბევრ კაც საქმეს აკეთებს იქნებ ამაზეც იფიქროს გამოძებნოს დროს ამისად დედაქალაქის გაზეთი ძალიან ამშვენებდა და დაამშვენებს მის ბიოგრაფიას თუ კი აღადგენს არა რასაკვირველია სტუდენტობის პერიოდშიც არაერთი დასამახსოვრებელი პუბლიკაცია და უკვე სისტემატურად თანამშრომლობდი იმავე გაზეთ თბილისში. ისეთ მონოლითურ კოლექტივში თავის დამკვიდრება როგორც იმჟამინდელი თბილისი იყო, პროფესიონალებით, კოლორიტული, სახელმოხვეჭილი პიროვნებებით განებივრებულ შემოქმედებით კოლექტივში არც თუ იული იქნებოდა. აი ამ პერიოდში უთუოდ ქონდა ძალიან ბევრი ისეთი შთაბეჭდილება, რომელიც დამწყებს ჟურნალისტზე კი მიხვედი გარკვეული გამოცდილებით, მაგრამ ეს უკვე პროფესიონალური კოლექტივი იყო და აი მინდა რომ გაიხსენო კოლეგებთან, რესპონდენტებთან თუ სხვადასხვა პროფესიულ და ყოფით პრობლემებთან დაკავშირებული პერიპეტიები, აი როგორ გადალახე თვით თავის დამკვიდრების, შეგუების, აი რო გაღიარა კოლექტივმა აი ეს პერიპეტიები ამის შესახებ 2-3 სიტყვით. დიახ. იცით რა, აი რამდენადაც დიდებული ის და რას გაიხსენებდი? აი სტუდენტობის დროს როცა უკვე შენ უფლებამოსილი, სრულუფლებიანი წევრი გახდი ამ ძალიან პრესტიჟული კოლექტივის. კი, სტუდენტობის პარალელურად ვწერდი. იმის მიუხედავად, რომ მართლაც დიდი პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული ეს გაზეთი, დიდი ადამიანები თავმდაბლობითაც გამოირჩევიან, ესაც აქსიომა. არც თბილისი ყოფილა ამ ხრივ გამონაკლისი, ამიტომ იქ, ასე ვთქვათ, ადაპტირება არ გამჭირვებია. იცით, აი პირველი ნაბიჯების გადადგმისას ყველას მხარდაჭერას უგრძნობდი, რედაქტორიდან დაწყებული იოსებ ჭუმბურიძე იყო რედაქტორი, რიგითი თანამშრომლებით დამთავრებული. ბევრ სასიკეთო, სასარგებლო რჩევას მაძლევდნენ ისინი. იცით, პირველი სიძნელეები უკავშირდება რესპონდენტებთან ურთიერთობას და ახლავე დავაკონკრეტებ. და არა კოლეგებთან. და არა კოლეგებთან, დიახ. დამწყებ ჟურნალისტზე, როგორც წესი, ძალიან ცუდად, დამთრგუნველად მოქმედებს რესპონდენტის უხეშობა და უტაქტობა. მეც ცხადია, წავწყდომი ვარ ასეთ შემთხვევებს. ერთხელ მახსოვს საზოგადოებრივი აზრის განმოკითხვას ვატარებდი, რა გადაარჩენს საქართველოს, ეს მარადიული კითხვაა ჩვენი. კი, და ესე მოგრძალებით მიმართავდი, რა თქმა უნდა, უცნობ ადამიანებს და ერთ-ერთმა ახალგაზრდა კაცმათანაც როცა გაიგო თბილისიდან ვიყავი ძალიან აგდებულად და ესე ვიტყვი ამ ტერმინს არ მიყვარს, მაგრამ ძველბიჭურად მოყავდა. როგორ ასეთი გაზეთიც არსებობს? ასეთი გაზეთიც არსებობს. იმდენად დავიბერე, პასუხიც ვერ გავეცი და ეს ჩემი დარდი რედაქციაში მივიტანე, მაგრამ გამამხნევეს. ასეთი უხეში იმდენი შეგხვდება შენ თუ მაღაზე ინერვიულე, ხელი შეგეშლება პროფესიულ საქმიანობაში და სწორედაც ასე იყო. აი ერთგვარად ვიწვრთნებოდი, გამოცდილებას ვიღებდი, რომ არ უნდა უხეში სიტყვა წამოგაგოს პროვოკაციაზე. უნდა გაძლიერდე. მით უფრო ხა იმჟამინდელი მოქალაქე თბილისელი თუ არა თბილისელი თბილისის არსებობას თუ ეჭქვეშ დააყენეთ. ის კი მაპატი და რაღაცა ბოღმა აწუხებდა იმას, რომ არ არსებობს, რომ ახლა ბრმა და ყრუ თუ არ იყავ ამ გაზეთისა, ხა მოგწონს არ მოგწონს, სხვა ამბავია ჯერ ერთი ყველას მოწონდა. ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანს და თქვათ არ მოგწონს, ხო, მაინც ეს რა დამოკიდებულება რასაკვირველია. ამიტომ ასეთმა რაღაცებმა თუ შეგვაშფოთა ჩვენ ჟურნალისტები. ვერ წავალთ და ნამდვილად ასეთ გამოწვევებზე წაყრუება ვისწავლე იქიდანაც. ნამდვილად ვისწავლე. აი დასამახსოვრებელი რესპონდენტი გახდათ სულმნათი ქალბატონი, დიდი ენათმეცნიერი შუქია აფრიდონიძე. მახსოვს ქართული ენის დღე, დედაენის დღე ახლოვდებოდა და სწორედ ქართული ენის სიწმინდის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მივმართე მას. თავდაპირველად ცოტა არ იყოს ეჭვით შემომხედა.
დღევანდელი ჟურნალისტების უმრავლესობამ ქართული ენის გრამატიკა არ იცის. არ იცის. ბუნებრივი იყო კი მისი რეაქცია, ამიტომ ვიდრე დაბეჭდა მე წამაკითხე. ჩემი ნათქვამი როგორ გადმოსცემო. ცხადია დავეთანხმე. როცა ნაწერი მივუტანა, ისე დაკვირვებით ჩაიკითხა, ყურადღებით გაეცნო მასალას, შევატყვე სახეზე კმაყოფილება, მერე გამეხუმრა. აი, თავი გიმუშავებს თურმეო. საოცრად თავმდაბალი და მოგცალებული ადამიანი იყო. მე მქონდა ბედნიერება ჩვენ კოლეგები ვიყავით და ძალიან წუხდა მაშინ გახსოვს იმ პერიოდში განსაკუთრებით როცა გათავისუფლდა მედია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება რომ პირველად ეს ხივის თუ რაღაცა საშინელება ხდებოდა ყველა ვის შეეძლო არ შეეძლო ყველას მოუნდა მიკროფონით და კალამი ხელში ჩათვალისწინო ძალიან მარტივია იცით და ამიტომ ყველანი ვიყავით გაფოთებულები და შეშფოთებულები მაგრამ შუქია განსაკუთრებულად ძალიან განიცდიდა იმიტომ უზარმაზარი ამაგი ქონდა მას ქართული ენის სიწმინდეზე და აი ძალიან მტკივნეულად ამას მახსოვს განიცდიდა ასე რომ მიხარია რომ შენ ასე ამოვნე ნამდვილად დღემდე სიამოვნებით და მკითხა კიდეც ქართულს მიგასწავლიდაო და შემდეგ დამპირდა მე დღეიდან შენი უფროსი მეგობარი ვიქნებიო არც კი დავუჯერე ყურებს კი ძალიან დიდი წარმატება და მის მორალურ მხარდაჭერას დღემდე ვგრძნობ, იცით, რამხელა სტიმული გახდა ჩემთვის, ჩემი შემდგომი საქმიანობისათვის. აი რა კარგი ჟურნალისტი ხარ, მინდა გითხრა ეს კომპლიმენტი არ არის, ფაქტია და ეხლა მახსენდება ჩემი ძალიან კარგი კოლეგის პოლონელი ქალბატონის, რომელიც მანაჯერს გრუზიაში მუშაობდა, ქალბატონი ანა ბასტაცკაია. ერთხელ წერდა, რომ ჟურნალისტური ბედნიერება ისე არ აგავს ჩვეულებრივსო. რომ ზოგჯერ ამის აღქმაც დანახვაც ჭირს, მაგრამ თუ მისი ფასი იცი, სხვაგვარი არ გინდაო და ეხლა მე ვიგრძელი შენთვის რამხელა აი ეს არის ბედნიერება, როცა ასეთი რესპონდენტი გაღიარებს და კიდევ სხვა ბევრი თავისებური სპეციფიკური ბედნიერებები გვაქვს ამ ჩვენს რთულ და ძალიან ლამაზ პროფესიაში ჟურნალისტებს ასე რომ ჩემო კარგო თბილისად მაგრამ შენ ქონდა დილის გაზეთის ულამაზესი წლები ძალზე ნაყოფიერი შენთვის როცა შენი მეგობრები კოლეგები ეძებდით შენს გვარს და სიამოვნებდა როცა იყო ნომერში ძალიან ბევრისთვის ეს გამოცემა იყო ძვირფასი და მზე მართლაც დილის გაზეთთან ერთად ამოდიოდა კი ბატონო აი შენთვის განსაკუთრებით ფასეული რითია ეს პერიოდი ფასეული როა ეგ ვიცი განსაკუთრებით ფასეული აი რას გაიხსენებდი აი პირველ ყოვლისა მაინც უპირველესად იმითა რომ სწორედ დილის გაზეთიდან ჩავები ყოველდღიური აქტიური ჟურნალისტიკის ფერხულში. სწორედ დილის გაზეთში გავიარე უდიდესი სკოლა. იყო იქ სკოლა და ნამდვილად ეს იყო დიდი ტრამპლინი. დიდი ტრამპლინი მომავალი წარმატებული საქმიანობისათვის. დაუღალავად გვასწავლიდნენ უფროსი კოლეგები ინფორმაციის ოპერატულად მოპოვებას, დამუშავებას, გავრცელებას მიუკერძოებლად გადმოცემას, შეულამაზებლად გადმოცემას და გვაფრთხილებდნენ, ყოველთვის გვახსენებდნენ. მოусმინეთ ყველა მხარეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ფიქრობს მისი თითოეული წევრი. ყველა მხარის პოზიცია. რასაკვირველია და დაედასკუნა თავად საზოგადოებამ გამოიტანოს და არა თქვენი აზრი მოახვილოთ თავს. დღემდე ამ პრინციპებით ეს არის ჟურნალიზმის უზენაესი პრინციპი და აი კარგი იყო რომ ეს ძალიან კარგი სკოლა ამას აძლევდა უამრავი ახალგაზრდა მუშაობდით იქ ჩემი ყოფილი ყველა სტუდენტი ლამის პირდაპირ მიდიოდა მანნა კარტოსიასთან და იქ აგრძელებდა უკვე პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში დაოსტატებას და იმ გზის გაგრძელებას რომელსაც საფუძველი ეყრებოდა ჯავახიშვილი და რასაკვირველია არ შემიძლია არ აღნიშნო ქალბატონი მანანა კარტოზია მისი ამაგი დილის გაზეთსა და თითოეულ თანამშრომელზე კოლექტივი იყო საოცრად სოლიდარული, მეგობრული, შეკრული, რაც მისი დამსახურება უდავოდ
და ეს ჩემთვის მეორე ოჯახი გახლდათ. ასე ფიქრობს ყოველი თანამშრომელი. ყველა ასე ფიქრობს. ხონდა მანენა ყავდა სტუდიაში და კარგი რაღაც თქვა, იცი, ისე მენიშნა და კი ვიცოდი, მაგრამ მომეწონა რომ მან გახაზა ეს და უშუალოდ ჩვენთან კონკურენცია მოხსნილი იყო იმ თავით. ყველასთვის კონკურენტი იყო საკუთარი თავი. თავისი მაქსიმუმი უნდა ეჩვენებინა და აი ამან მერე ის სითბო და კოლეგიალურობა და ეს ურთიერთსიყვარული და თანამშრომლობა მოიტანა. ძალიან კარგი დამოკიდებულება არა აი შემოქმედებით კოლექტივში რომ უნდა იყოს, მაგრამ იდეალურია ეს დამოკიდებულება და აი მანენამ შეძლო რომ ეს ქონოდა ამ გაზეთში, ასე რომ მე არ მეკვირ შენი ასეთი მოგონებები. დიახ, აი იმის მიუხედავად რომ 20 წელია რაც გაზეთი დაიხურა, მისი თანამშრომლები დღემდე დილის გაზეთელებად მივიჩნევთ და ასე იქნება ბოლომდე და სადაც არ უნდა ვიმუშაოთ დილის გაზეთელები დილის გაზეთელებო გადავძახებთ ხოლმე ერთმანეთს ასეთი გადაძახილი გადმოძახილები გვაქვს ბედნიერება მე მაქვს ეს ბედნიერება აღკომელობასთან დაკავშირებით ასე რომ სადაც ჭეშმარიტი ჟურნალისტური სული ღვიოდა ეს ბუნებრივია ლოგიკურია და ასეც უნდა იყოს ჩემო კარგო მომდევნო პერიოდში მახსოვს ერთდროულად თანამშრომლობდი სოციალურ მაცნესა და საქართველოს რესპუბლიკაში. აი საკმაოდ განსხვავებული გაზეთები, განსხვავებული კონექტი, თემატურად, სტილისტურად, განსხვავებული რედაქტორები, რომელიც არის დირიჟორი არა, ეგრეთ წოდებული დირიჟირების ოსტატი და ის მაინც კოლექტივს დირიჟორობს, ასე ვთქვათ, ხო? და აი ეს ასეთი რაღაცნაირი აი ესეთი კომუნიკაცია რა ორ განსხვავებულ შემოქმედებით კოლექტივთან ამას მარტო ჟურნალისტიკა გაძლევს ალბათ ადამიანს ხო და საკმაოდ მძიმე შრომა კი საინტერესოც მაგრამ აი ის ვისაც არ გამოუცდია ვერა რთულია ცხადია მაგრამ უთუოდ საინტერესოც აი ამგვარი დატვირთვის ხიბლზე აი ამ პოლუსებზე და პლუსებსა და მინუსებზე მინდა რომ 2 სიტყვით იმიტომ რომ დანარჩენი საკითხებიც დიახ სოციალურ მაცნეში თანამშრომლობა დავიწყე დილის გაზეთის დახურვის შემდეგ აქ ფაქტობრივად დილის გაზეთის ხაზი გავაგრძელე იმიტომ რომ სოციალურ თემატიკაზე განვაგრძე მუშაობა რაც დაწყებული მქონდა უკვე დილის გაზეთში იმის მიუხედავად რომ იქ თავიდან სპორტზე ვწერდი აი უნდა ვთქვა რომ სოციალური თემატიკა არის ყველაზე მძიმე ჩემთვის პირადად ასეა და ალბათ სხვისთვისაც ყველაზე მძიმე დამთრგუნველი ჟურნალისტისათვის თითქმის ყოველდღე ხვდებოდით გაჭირვებულ ადამიანებს სოციალურად დაუცველებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უსინათლოებს ონკოპაციენტებს აი რა ვიცი მათხოვრებსაც ვისაც დახმარება შეჭირდებოდა და აი ეს რესპონდენტები ყველაზე დიდ იმედს და მხსნელს ჟურნალისტში ხედავდნენ. აი ამით იყო განსხვავებული. თუ მეოთხე ხელისუფლება ხარ, ასეც უნდა იყოს. აი დღემდე მახსოვს მათი მავედრებელი თვალებით, რომ მეკითხებოდნენ, აი ეს მასალა რო გავა, ჩვენ მოვლენ დაგვეხმარებია. ღმერთს მადლობა, რომ რაღაც პატარ-პატარა საქმეები შევძელით. ეს დილის გაზეთში იყო. დიახ, თუმცა ეს დილის გაზეთში იყო, მახსოვს მიწისძვრით დაზარალებულმა ოჯახმა მოგმართა მრავალშვილიანმა, რომელიც 2 წლის განმავლობაში ავარიულ შენობაში ცხოვრობდა. იმდენად ავარიული იყო შენობა, რომ თურმე საღამოობით კედლის ბზარებიდან მთვარის შუქი იღურებოდა ოთახში. და ვიდრე ჩვენ არ მივედით, რასაკვირველია. და ჩვენი დილის გაზეთის გადამღები ჯგუფი მივედით მწვავედაც, სატირულადაც. გავაშუქეთ ეს ყველაფერი. და ესე გამოგდის შეკრა და რაც აუცილებელია ეს მარილია ჟურნალისტიკის და იუმორის ამით მივიფყარი და როცა მართალი ხარ და როცა ამას სიმართლის სიკეთით ამბობ გახსოვს ჩვენი დევიზი რა თქმა უნდა და დაგვირეკეს მეორე დღეს რომ ესე იგი როგორც კი თქვენი მასალა გავიდა ადგილობრივი ხელისუფლებიდან მოგვაკითხეს და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი შემოგთავაზეს. მართლა გადაიყვანეს ეს ოჯახი სხვაგან.
ესეც მორიგი ჟურნალისტური ბედნიერება. გამარჯვება და ბედნიერება. როცა შედეგს ხედავ, თორემ აი მე იცი წამოვიდა რაღაც პერიოდი წერე და იკითხეს პრინციპი, ეს უკვე აღარ არის ის ჟურნალისტიკა ჩვენ რო გვიყვარს. შედეგი უნდა მოყვეს პირველად სიტყვა და მერე საქმე. უეჭველად ამაზეც უნდა ვიზრუნოთ ჟურნალისტებმა და კარგია რომ შენ ეს გამოცდილება გაქვს ესეთი პოზიტიური ჩემო კარგო მინდა გაითვალისწინონ ახლა შენ რა თქმა უნდა ახალგაზრდა ჟურნალისტი ხარ მაგრამ აი და ახალ ბედევმა დამწყებებმა რომ რასაც ვიტყვით იმ სიტყვის პატრონები უნდა მივუყვეთ მე იმ ჩვენს ნათქვამს ბოლომდე რომ იმას შედეგი მოყვეს თორე ეს ფუჭი გასროლა იქნება ხო მართალია ეკა და მიხარია რომ შენ ასეთი სიხარულები ქონდა შენს პროფესიაში ჩემო კარგო და მე მინდა ხა ცალკე გამოყო შენი და ჩვენი მწერლობის პერიოდი როსტომ ჩხეიძესთან თანამშრომლობა ეს ალბათ ისეთი სკოლა რომ არაფერი შეედრება მას ეს მეორე დიდი უნივერსიტეტია თუ აკადემია არა აი ამაზე მინდა გვესაუბრო ჩვენი ეს უსაყვარლესი ჟურნალი იმ პერიოდის რომელზეც მართლა თაობები იზრდებოდა და მე მახსოვს სამაგისტრო ნაშრომებს წერდნენ სტუდენტები დიდი სიხარულით და სიამოვნებით თუნდაც როსტომ ჩხეიძის საავტორო გვერდების ანალიზით და გახსოვს რა ეს ტერასაზე ელსინორის რაცა გადავდიოდი სხვა სამყაროში აი სიამოვნებას რო გვიდა ამის კვლევა ამის წაკითხვა აი ამ სკოლა შენი სკოლა გაიარე თან გაიარე წარმატებით და მე ვიცი რომ ბატონ როსტომ საკმაოდ მაღალი აზრი ქონდა შენზე როგორც ჟურნალისტზე მოდი თავად ისაუბრე ამის შესახებ შენთვის რა იყო ეს პერიოდი რა თქმა უნდა უპირველესად იყო უდიდესი ბედნიერება ისეთ ბუმბერას პიროვნებასთან მუშაობა როგორიც ბატონი როსტომია ნამდვილად გამართლება ნამდვილად გამართლება იყო ვიდრე უშუალოდ ამ ჟურნალში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს შევეხები ჟურნალისტიკის კიდევ ერთ ხიბლს მინდა გავუსვა ხაზი ჩვენი ულამაზესი და უსაყვარლესი პროფესია საშუალებას გაძლევს პირისპირ შეხვდე სოფლიო ლეგენდებს დაცხადია მეც მრავალგზის დიახ მომცემია ამის შესაძლებლობა პირისპირ აღმოჩენილი ვარ სოფი ლორენთან ალენ დელონთან რა ვიცი მარადონასთან მესისთან რომელი ერთი ჩამოვთვალო უკვე იმდენი ცნობილი ადამიანია მონსერატ კაბალიესთან ჯონ მალკოვიჩთან აი არც კი ვიცი რომელი ერთი გავიხსენო მართლაც და ბატონი როსტომის ჩინებული ჟურნალი მაძლევდა საშუალებას რომ შემოქმედებითად ბოლომდე გამეშალა ფრთები და ჩემი ეს გატაცება ცნობილ ადამიანებთან შეხვედრების და შემდეგ უკვე მათთან საუბრებისა და ფოტოების გადაღების მხატვრულ პუბლიცისტური ჟანრების მეშვეობით ეს მისი სტილია და ამას ნერგავს და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ბატონი როსტომი ამით და იდეალურად მიხარია და გული მტკივა რომ ეს სკოლა დროებით შეჩერდა მე ვერ წარმოვიდგენია რომ ის არ აღდგეს და იქნება რაღაცა ცოტა პატარა ჩვენმა გადაცემებმა შეუწყოს ხელი თითქმის არ ყოფილა ჩემი სტუმარი ვინც ამაზე გულის დაწყვეტით აი ეს ჩვენი აი ეს დაკარგული უსაყვარლესი გამოცემები და პირველ ყოვლისა აი ეს ჩვენი მწერლობა კი ბატონო დიახ რა თქმა უნდა და ერთი რჩევა მომცა ბატონმა როსტომმა ჟურნალისტ დახურვის შემდეგ რომ გამეგრძელებინა აი ჩანახატებისა და რეპორტაჟების წერა კი რასაკურველია იმიტომ ძალიან ბევრი ჩამოდის თანდათანობით საქართველოს ყველა სფერო და ლეგენდები ჩამოდიან და ეს პუბლიცისტურ კრებულად ახლა ფეხბურთელი ყავდა რა დავით ტრეზეგე ორგან სიტყვა მაგაზეც ალბათ უნდა ვთქვა კი საოცარ რა ბედნიერი გამოიყურებოდი იმ ფოტოზე პირდაპირ მე რო შენი მეუღლე ყოფილიყავი ცოტათი მიჩვენებდი მაგრამ კარგად გიცნობს ეთყობა და რა თქმა უნდა ჩემს ამ გატაცებას კი ნამდვილად კარგად ეკიდება მე როგორც ვიცი სურათებსაც გიღებს ხოლმე და რაღაც კურიოზებიც ჰქონდათ მე მგონი ხო მაგასთან ალენდელონთან დაკავშირებით ჰქონდა კურიოზი. კი, ალენდელონს ჰქონდა პრესკონფერენცია, სადაც მე აკრედიტებული ვიყავი, 40-მდე ჟურნალისტი ვიყავით, თუ მეტი არა. და ამ პრესკონფერენციის დასრულებისთანავე, აი ყველანი ერთად მის
ასე ვთქვათ, მაგიდასთან მივცვიდით, მივიჭერით, რომ ყველას გვინდოდა ავტოგრაფი, ფოტო, ხა როგორი ამბავი, ალენ დელონი თავისი ფეხით ჩამოსულა საქართველოში, ხო? ხა დაცვამ მართალი გითხრათ, მაშინ ხელი შეგვიშალა, მთლად ისეთი წარმატებული ფოტოსესია არ გამოგვივიდა, ვერ გამოვიდა, ამიტომ გულში ხინჯად რომ არ ჩამრჩენოდა ეს კულუარულად გავიგე, რომ ალენ დელონს ჰქონდა ექსკლუზიური ინტერვიუ ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან. და ჩემი მეუღლე ვიახლე, მივედით იმ სასტუმროში, სადაც ჩაწერა ხდებოდა, ცოტა ხალხი იყო, იმიტომ რომ არავინ იცოდა, ამიტომ თავისუფლად შევედით და როგორც ეს უნარით სჭირდება ჟურნალისტს, აბარა საჭირო ინფორმაცია დროულად მოიპოვოს და საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეს. ყველაფერს ხო არ მოგართმევ ლანგეთ, ვინ მოგართმევს? ძალიან რთულია ამის მიღწევა. ხელოვნებაა და უნდა გქონდეს ეს ხელოვანი გაქვს. აბა მოხდა და როგორც კი ჩაწერა დასრულდა და ალენ დელონი გათავისუფლდა, მასთან მივედი ერთადერთი ფრანგული ფრაზით სემე კადო პურვუ ეს საჩუქარია თქვენთვის და გადავეცი არ ვფლობ ერთადერთი ფრაზა სპეციალურად ვიცი ერთადერთი ფრაზა და გადავეცი საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ სოლიდური საკმაოდ სოლიდური გამოცემები ისეთი ხრთოვანებული დარჩა ალენ დელონი გადამეხვია გადამკოცნა ახლა აქეთ ჩემი მეუღლე მყავს ფოტოაპარატით გაფრთხილებული რომ მოკლედ არც ერთი კადრი არ უნდა ჩამიგდოს და ალენ დელონმა გადამკოცნა და სიხარულისაგან მეცხრე ცაზე ვარ ამას რას მოვეს არის რაღაც და წაიყვანა მალევე გაიყვანა რა თქმა უნდა დაცვამ ძალიან მოუცლელად იყო და მივეჭერი ჩემს მეუღლეს და აკა მაჩვენებ ხა რომ აკოცა ის ფოტოები როდის გაკოცაო? რაიმე მიწა გამსკდომოდა მერჩივნა. მე ვთხარი როგორ ვერ დაინა. არა, ხელს მიშლიდაო დაცვაო გადაღებაში და რა ვიციო, როდის საჩუქრის გადაცემა გადაიღო. ის გადაიღო, მადლობა ღმერთს, ხო ის კადრი მაინც შემომჩა, მაგრამ აი არ ვიცი, შემდეგ ეს სატირული იუმორის სტუდიაში რამდენი ქალის ოცნება, რამდენი თაობის კალბატონის და აგიხდა და დარჩა კადრის გარეშე გავჩი და ბატონ როსტომთან მივიტანე ეს მასალა სათაურად გავუკეთე, ნეტავს საერთოდ არ ეკოცნა. ასეთი არ დაბრჩებოდა. ხო ასეთი სათაურით და აი ბატონი როსტომიც ძალიან ესეთი კმაყოფილი დარჩა, ძალიან მოიწონა, დასაბეჭდად გაამზადეს ეს მასალა და ის სწორედ მაშინ დაიხურა ჟურნალი. კი, აი ეს იყო დროებით იმედი დავიტოვოთ. კი, აუცილებლად ბატონი როსტომიც მე ვიცი იმედიანად არის და მე წარმომიდგენია რომ არ განახლდეს ასეთი საუცხო ჟურნალი და ასეთი საუცხო სკოლა და სამჭედლო შემოქმედი ჟურნალისტები, სახელოვანი ჟურნალისტები და ეხლა ჩემო კარგო შენი აი ბოლო პოზიცია 18 წელია 23 წლის მედიანიუსთან ერთად მოდიხარ. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. თანაც 7 წელი ზედიზედ საპარლამენტო კორესპონდენტი ბრძანდებოდი და ამ ურთულეს მისიასაც ჩვეულა ერთებით გაართვით თავი. ეხლა არავინ თქვას რომ იულია პოლიტიკოსებთან ურთიერთობა, თუნდაც ჟურნალისტის ისიც პარლამენტთან. აი საიდან იღებს სათავეს, იკრებს ძალას, ეს შენი სიმშვიდე, გაწონასწორებულობა რთული სიტუაციიდან მეოთხე ხელისუფლების ღირსების წარმომადგენლით გამოსვლის ოსტატობა თავის დაღწევის ხელოვნება. ეს ხო აუცილებელია, როცა შენ აი ასეთი რთული მისია და 7 წლის განმავლობაში შენ ეს პირზე ღიმილიანმა გადაიტანე ბოლომდე. რა თქმა უნდა, იქ იყო რაღაც რთული სიტუაციები, ალბათ აი მინდა რომ შენ ამაზე ისაუბრო. კი, რასაკვირველია, მედიანიუსის დევიზია რეალური ამბები რეალურ დროში. 23 წელია საოცარი დევიზი და რაც მთავარია 23 წლის განმავლობაში ამ დევიზიდან არ გადაუხვევია. სააგენტოს რაც მისი დამფუძნებლის ბატონ გელაებანოიძისა და აწუყა ყოფილი მთავარი რედაქტორის გია ქიდიაშვილის დიდი დამსახურება. რა თქმა უნდა კოლექტივთან გარსშემოკრება რომ არსებობს ასეთი გამოცემა ჟურნალისტებთან ერთად.
ამ პრინციპით მომუშავე გამოცდა ძალიან დიდ სტიმულს და დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს და განსაკუთრებით პარლამენტში მუშაობის პერიოდში საპარლამენტო კორესპონდენტობა რაღაც კიდევ თითქოს გარკვეული დინება, გარკვეული დარგია ჟურნალისტიკის, იმიტომ რომ ურთულესია, იცით როგორ შეგძნება თუ შეეძრება ალბათ, მაგრამ რომელი უფრო რთულია ვერ. აი იცით როგორ შეგძნება გაქვთ ამ დროს თითქოს თვითმფრინავიდან ინფორმაციის ოკეანეში ჩაგაგდეს და დიდი ძალისხმევა და ალღო გჭირდება ნამდვილად ორიენტაცია რომ აი ამ ინფორმაციის ოკეანიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ამბებით ნაპირზე სამშვიდობოს გამოცურო, გამოაღწიო. ნამდვილად დიდი სჭირდება და დიდი სკოლა ეს საპარლამენტო კი. ყოველთვის დიდი გამოცდა, რა თქმა უნდა, იყო უამრავი გასახსენებელი ეპიზოდია, ხა მთელი გადაცემა კი არა, 10 გადაცემა შეიძლება არ იყოს ამას 7 წლიანი გამოცდილება, მაგრამ ჩვენინებართვით გავიხსენებ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდს, როცა ჟურნალისტებს გვქონდა ინფორმაცია კულუარული, რომ რუსეთი საჰაერო შეტევის განხორციელებას აპირებდა საქართველოს პარლამენტზე როგორც ერთ-ერთ სტრატეგიულ და მნიშვნელოვან ობიექტზე. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ამ ეს ინფორმაცია ოჯახებში არავის მიგუქონდა. ამის მიუხედავად, არც ერთ ჟურნალისტს იმ მღელვარე დღეებშიც და შემდგომაც ფეხი არ მოგვიცვლია პარლამენტის მედია ცენტრიდან. ისევე როგორც აპარატის თანამშრომლებს, დეპუტატებს, ერთმანეთს ვამხნევებდით და საოცარ ჟურნალისტურ სოლიდარობას ვიჩენდით. მინდა აღნიშნოს, სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ფასეული, ყოველთვის ვაკლია. ნებისმიერ პროფესიაში და განსაკუთრებით ჟურნალისტიკაში ფრონტია, ეს ფრონტია, სიმართლისათვის ბრძოლა, კეთილშობილი ბრძოლა. მე ხანდახან ვფიქრობ და მე არა ვარ ორიგინალური, აი დავესესხები ჩემს ძვირფას მაიკოს, ეს დონკიხოტობაა კარგი გაგებით. კარგი გაქარისტის კულებს კი არა, მართლა ბოროტებას ებრძვი, მართლა ნაკლოვანებებს, მართლა აი დამამოხრუჭებელ საზოგადოების განვითარების. მიზანი მედიისა, იმიტომაც ქვია მას მეოთხე ხელისუფლება, რომ იმ სამი ხელისუფლების სამი შტოს ცოდვებისგან დაიცვას საზოგადოება. მეთქი გახსოვს, ეხლა მე შინია ლექცია თარგმნა ლექციას ეს გამოსვლა, მაგრამ რატო გამახსენდა იცი ეკა? ეხლა რა თქმა უნდა, ღმერთმა დაგვიფაროს ის სამი შტოგანა ცოდვილი უნდა იყოს და არც არის დიდწილად, მაგრამ შესაძლო ცოდვებისგან აი ეს მეოთხე მაკონტროლებელი. გესმით? აი ეს და როცა ასეთი სიტუაცია გაშლილი ფრონტია, არა მარტო ეს ცხადია, ნებისმიერი მანკიერებისგან, ნებისმიერი ავის მქნელისგან, მაგრამ იმათგანაც კი თუ მათ რაღაც გადაცდომა ექნება. ხა ეს თვითმისნად არ უნდა გვექცეს, როგორც ხდება ზოგჯერ ჩავიგდე ტრიბუნა და რასაც მინდა ეს საშინელება, ეს მეორე უკუპირებაა, მაგრამ თუ კი არის ამის საჭიროება, აი მოდარაჯე ნაგაზე ხა კი არ მოგწონს ჩვენი შედარება ამერიკელებისა, მაგრამ ხა ის კეთილშობილი ცხოველია და სახლს თავს შეწირავს, ხო, რომ დაიცვას ის სახლი. ანალოგიურ როლს და ფუნქციას აკისრებენ ამერიკელები, ხო, ჟურნალისტიკას. რა თქმა უნდა მძიმეა ამის განხორციელება და ძალიან საპატიო და ძალიან სასიამოვნოც არის, როცა ვიმარჯვებთ. ასეთ გამოთქმაც არის, რომ ბრძოლა ძალიან კარგია თუ იმარჯვებ. და ეცადო ჟურნალისტმა, რომ დიახ. და იმავე ეპიზოდებს კი. სწორედ კი, აი რა თქმა უნდა, ამ ეპიზოდს ვერ შეველევი, ნამდვილად ესეც კი რასაკვირველია. ესე იგი სწორედ იმ მღელვარე დღეებში, აგვისტოს დღეებში, მახსოვს პარლამენტმა მიიღო დადგენილება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ. რაც მე პარლამენტში მიმუშავე გონია 7 წლის განმავლობაში აი თუ არ ვცდები მგონი ერთადერთი გადაწყვეტილება იყო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსი რომელიც დეპუტატებმა განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად ერთსულოვნად ერთხმად ერთადერთი გადაწყვეტილება აი გადაწყვეტილება აი ამ ერთსულოვნებამ
აი ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მიხარია რომ იმ ისტორიულ დღეს მეც პარლამენტის თანამონაწილე ბრძანდებოდი ვიყავ და სხვა ჟურნალისტებთან ერთად გავავრცელე, გავაშუქე ეს მოვლენა კი ნამდვილად ერთსულოვნება როგორ გვაკლია ხომ აი რა ხშირად გახსენდება პატარა ეს გავს ნებისმიერ ერთს მაგრამ ჩვენს პატარა ერთ ეხა ისევ ის ჩვენი ტრიუმფი გავახსენდა ჩვენი ფეხბურთელების ხო ნებისმიერი სფერო სადაც ადამიანები თავს დებენ და სწირავენ ქვეყნის სასიკეთოდ, ქვეყნის სასახელოდ, ფრონტია ისიც, ბრძოლა, პოლიტიკა ისიც და აი ერთსულოვნება ყოველთვის გაგვამარჯვებინებს ხოლმე, ხომ? აი 9 აპრილის ტრაგიკულ დღეებში ხო საშინელება იყო, მაგრამ შინაგანი სიამაყის განცდა იყო და ერთგვარი ძალიან რთული და მწარე ბედნიერებაც, რომ ასეთი ერთსულოვანი საქართველო გჭირდება, აუცილებლად გჭირდება მომავლისთვის. სხვაგვარად არაფერი გამოუდა, ჩემოეკა სამწუხაროდ რეგლამენტირებული, მაგრამ ამ ბოლო კითხვა რო არ დაგისა, არც მართალი ვიქნები და არ შემიძლია. ჩემო კარგო, დიდებული ოჯახის დედიკო ბრძანდები, მეუღლეობა, ურთულესი და ულამაზესი პროფესიის, ჟურნალისტიკის მსახურება, ღირსეულად მსახურება თანაც. ამასთან სულ ღიმილიანი ხალისიანი განწყობით მე მოწყენილი ეკა არ მინახავს არასოდეს ვიცნობ მაქვს ფუფუნება გიცნობდე სტუდენტობიდან დღემდე ხომ რა თქმა უნდა ხა შინაგანი ბრძოლები რაღაცა პრობლემა ყველაფერი ეს არსებობს მაგრამ აი საიდან აი თქვენეული რეცეპტი აი ამ წონასწორობის შენარჩუნების ამ სითბოს ამ კეთილგანწყობის შენარჩუნების ყველა ქალბატონს ეს უნდა კონდეს, მაგრამ ვისაც აქვს გამორჩეულად რაღაც თავისი პატარა საიდუმლო აქვს, ალბათ საიდუმლო თუ გამხელილი, ყოველ შემთხვევაში აი რასაც ეყრდნობა მისი ძალა, გაძლება, რასაც ქვია ხო? აი კარგი გაგები, დედა კაცობა, დედა ბოძობა მისი სახლში და გარეთ, ხო? რთულია, ურთულესი პროფესია. მახსოვს ერთმა ჟურნალისტმა შვილიანი ჟურნალისტი ქალბატონი შეადარა ბორბალში მოქცეულ ციკლს. ხო. აი იქ როგორ ხარ ასეთი ლაღი ჯვარი გეწეროს, როგორ რა გაძლევს ამის ძალას, ეხა კი ბრძნობ, მაგრამ მე მინდა რომ შენ თქვა ეს. კი. ალბათ ორიგინალური ვერ ვიქნები, შვილი ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. არის შემთხვევები, როცა ჩემს გოგონასთან ერთად მივდივარ ღონისძიებების გასაშუქებლად, როცა მას ვერავის ვუტყებ. აი ესეთი ობიექტური, ესე ვთქვათ, მიზეზი როცა მაქვს. თუმცა მეორე მხრივ მინდა შეეჩვიოს ისიც ამ საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობას, კომუნიკაციას გახდეს კომუნიკაბელური, იყოს კომუნიკაბელური კივლი ხოლმე. ზოგჯერ. მაგრამ ალბათ ხალისით მოყვება და დარწმუნებული. მაგრამ თავიდან ხო მას დედის გვერდით ყოფნა, ისე უყვარს და დედის გარეშე სჭირდება ჰაერი. გასაკურველია იმდენად, იმიტომ უჩემოთ არც სკოლაში მიდის, არც მეცადინეობს ყველაფერი. ჩემ გვერდით ყოფნის ეს 24 საათი ამ ყველაფრისთვის. აი გარკვეულ როგორ გითხრათ, როცა საინტერესო მასალა მით უმეტეს ახლა როცა აი მხატვრულ პუბლიცისტური კრებულისთვის ვიწყებ სამზადის, ვცდილობ რომ აი ეს აუცილებელი აუცილებელი ინფორმაციას ვუწოდებ, მე ამას ახლა რასაც ვაშუქებ, არ გამობრჩეს და თუნდაც ბავშვი ვიახლო, როცა ვესწრები ღონისძიებას და ვაშუქებ. რა ვიცი, ახლა ბავშვსაც სხვათა შორის თანდათან უჩდება ალბათ ინტერესი, კი, თანდათან, ისეთი ცნობის მოყვარია, კითხვებს მისვავს, ისეთ კითხვებს მისვავს, რომ ვერც პასუხობ ხოლმე ზოგჯერ, მაბნევს, ჩამჭრელი კითხვები. ჩაგახედებს ენციკლოპედიაში და სხვა წყაროებში. ჩამჭრელი კითხვებს იძლევა. გონიერი ბავშვის დამოკიდებულება. შემთხვევით არ ვთქვამთ, რომ ჩვენი შვილები ჩვენც ვზრდიან, მარტო ჩვენ კი არ ვზრდით, კი, რა თქმა ბარაკალა ჩემოეკა სასახელო გოგონა ხარ სასახელო ქალბატონი ბრძანდები დიდ წარმატებებს და უბედნიერეს მომავალს გისურვებ
როგორც პროფესიაში, ასევე დიდ ქალურ ბედნიერებას, რომელსაც გაფრთხილების მეტი აღარაფერი ჭირდება შენი მხრივ, ეს უკვე არის შენს ცხოვრებაში და მომავალ შეხედვით ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და წარმატებას ვუსურვებ თქვენს ტელევიზიას და ჩვენს ჟურნალისტიკას. მადლობა, ჩემო კარგო, მადლობა, დიდი მადლობა შენ. სხვათა შორის, აი მომინდა ახლა ვთქვა შენ კარგად იცი, ვის ფესვებზე ვდგავართ, ვისი და მერაბ ბერძენიშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, რეზო ჩხეიძე. იმათი ანდერძი იყო, რომ ეს მართალი ტელევიზია ყოფილიყო და ყველაზე დიდი ხიბლი პირადად ჩემთვის ამიტომ აქვს ქართულ ტელევიზიას. და აი ძალიან მიხარია, როცა შენაირი ჩემი სტუდენტი, მე ყოფილს არ ვეძახი სტუდენტს, ეს ურთიერთობა თუ რამე დღის გრძელდება მთელი ცხოვრება, ხო? მიხარია, რომ აიშთი წარმატებული ახალგაზრდა მოვა ხოლმე ჩემთან და ასეთ საინტერესო ამბებს გვიამბობს. მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო.